ჩვენ პირველ რიგში მეგობრები ვართ, იმიტომ როგორ უნდა მეკადრებინა ჩემი შვილისთვის ტყულში ეცხოვრა და თუ ის ჩემი მეგობარია ტყულში არ ვაცხოვრებ. იმ ქალმა იცის შენი. არა, ის ქალი ვერასოდეს ვერ გაიგებს, იმიტომ რომ მე ხო ეს არა, ეს ჩემი შვილი ნიკოლოზი არის აყვანილი როგორ იცი, აბსოლუტურად საბუთებით ყველაფერი. მთლიანად დახურულია. ის ვერასოდეს ვერ გაიგებს თუ ჩვენ არ მოვინდომებთ მის მოძებნას სად. იმან სამატყოფოში დატოვა სამშობლოში და წავიდა. შენ იცის ვინც არის? იცი ვიპოვე. შორიდან ნახე ყავს გარეგნულად. კი, სურათები. და არ გაგჩენია სურვილი გასაუბრების. იცი რა, კი, გამიჩნდა სურვილი გასაუბრების, მანამდე სანამდე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდი და ნახავდა ვეტყვი, რომ მას თუ აქვს რაიმე სახის ფინანსური პრობლემა და მხოლოდ იმიტომ დატოვა ბავშვი, რომ აი ეს პრობლემა აქვს, მე ვიყავი მზად იმისთვის, რომ სრულწლოვანობამდე ამეღო მეურვეობა ნიკაზე და ყოფილიყო გენეტიკურ დედასთან. მას თუ სურვილი ექნებოდა რა და მე ზუსტად ისე დავფიქრდი, როგორც ნიკა დაფიქრდა რა. ქალი გაიპარა, ეს ამის სურვილი რო გქონდეს, ხო უნდა იბრძოლო, ერთი კვირა მაინც ხო უნდა იბრძოლო შენი შვილისთვის, იქნება გამოგდის. გაიპარა და ეხლა სადღამ ეძებნა და რატო უნდა შემეთავაზებინა.